2022 წლის ნოემბერში დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ყოველწლიურად კი ჭარბი მოსახლეობის, იგივე ოვერპოპულაციის, შიმშილის, წყურვილისა და ეკოლოგიის პრობლემა წვავდება. მოდი თეორიულად წარმოვიდგინოთ ის, რომ პოპულაციის ზრდა არის იმ გზის გარკვეული ეტაპი, რომლის ბოლოც ის არის, რომ ადამიანები გაქრებიან. ძალიან ბევრი ექსპერტი სწორედ ასე ფიქრობს. 2010 წელს გამოჩენილმა ავსტრალიელმა ვირუსოლოგმა ფრენკ ფენერმა განაცხადა, რომ ადამიანთა გადაშენების პროცესი შესაძლოა მომდევნო 100 წლებში დაიწყოს და თან მეცნიერი ფიქრობს, რომ ადამიანების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე რადიკალურად შეიცვალა. ის ყველაფერი კი, რაც კაცობრიობამ შექმნა, დედაბუნების მიერ განადგურდება და ერთადერთი კვალი, რომელსაც მომავალ ცივილიზაციებს დავუტოვებთ, პლასტმასის თხელი ფენა და რადიოაქტიური იზოტოპები იქნება. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ერთ მშვენიერ დღეს, ან ნაკლებად მშვენიერ დღეს ადამიანები გაქრებიან? ოღონდ არა ნელ-ნელა და ეტაპობრივად, არამედ ასე. დაახლოებით ისე, როგორც ეს თანოსმა გააკეთა. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ ყველაფერს განვიხილავ. თქვენ კი შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი. გარდა ამისა, გააზიაროთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში და დაალაიქოთ იგი. დავიწყოთ. ბუნება საკმაოდ მალე და ეფექტურად იშორებს ადამიანის კვალს. ისტორიაში მსგავსი რამ არაერთხელ შეგვხვედრია. ამის მაგალითი ჩერნობილია, რომელშიც 39 წლის წინ ატომური ელექტროსადგური აფეთქდა და აქ ცხოვრება უსაფრთხო აღარ იყო. სხვათა შორის ჩერნობილთან დაკავშირებით უკვე მაქვს გადაღებული ვიდეო, სადაც მეტნაკლებად დეტალურად ვსაუბრობ იმაზე, თუ რა მოხდა ატომურ ელექტროსადგურზე, რატომ აფეთქდა იგი, როგორ მალავდნენ საბჭოელები ამ აფეთქებას და ნუ მოკლედ. ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებ იმ ვიდეოს ლინკს, ასე რომ გადადით იმ ვიდეოსაც უყურეთ. კაი, მივუბრუნდებით დღევანდელი ვიდეოს საკითხს. ქალაქ პრეპიატში თითქმის ყველა შენობა, ისევე როგორც გზა, მცენარეებმა მოიცვა. გზებთან ახლოს მდებარე ტყეებში კი სხვადასხვა ცხოველები ბინადრობენ, რომლებიც მაღალი რადიაციის დონის მიუხედავად კომფორტულად გრძნობენ თავს. დღესდღეობით ეს ტერიტორია ევროპაში მყოფ ნაკრძალებს შორის სიდიდით მესამეა. ჩერნობილის ტყე კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამიზნული, საკმაოდ თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეუძლია ველურ ბუნებას საკუთარი თავის აღდგენა. 2015 წლის კვლევებით გაირკვა, რომ ადამიანები ველური ცხოველებისთვის ბევრად უფრო საშიშები არიან, ვიდრე რადიაცია. ამის ფონზე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება, თუ კი ამ ვიდეოში განვიხილავთ 2005 წელს მწერლისა და ჟურნალისტის ალან ვაისმანის მიერ დაწერილ სტატიას სათაურად დედამიწა ადამიანების გარეშე. პირველი კვირები, წყბიადი და შინაური ცხოველების სიკვდილი. პირველი საგზნობი ცვლილება ელექტროენერგიის გათიშვა იქნება, რადგან ადამიანების გარეშე ელექტროსადგურებს ვერავინ გამართავს. შუქი ნელ-ნელა მთელს პლანეტაზე ჩაქვება და დედამიწაზე წყბდიადი დაისადგურებს. ატომური და ჰიდროელექტროსადგურები გარკვეული დროით გააგრძელებენ მუშაობას ავტომატურ რეჟიმში, თუმცა ადამიანობის ჩართულობის გარეშე აქ ადრე თუ გვიან ავარიები მოხდება და სადგური შეწყვეტს ფუნქციონირებას. იგივე მოხდება ქარის ელექტროგენერატორებისა და მზის პანელების შემთხვევაშიც, რომლებიც ადრე თუ გვიან ადამიანების მომსახურების გარეშე წყობრიდან გამოვლენ. ელექტროენერგიის გარეშე წყლის ტუმბოები გამოვლენ წყობრიდან და ერთ-ერთი პირველი, რაც ამის გამო გაფუჭდება, იქნება საკანალიზაციო სისტემა, ისევე როგორც წყლის მიმწოდებელი სისტემა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეს პრობლემა გამოიწვევს, იქნება მეტროსადგურების ნგრევა. მე-19 საუკუნემდე მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში ირმები და პუმები ბინადრობდნენ. აქვე იყო ტბებიც და მდინარეებიც, რომლებიც ჰუდსონში ჩაედინებოდნენ, მაგრამ მე-19 საუკუნეში ადამიანებმა ტერიტორია მოასწორეს მომავალი მშენებლობებისთვის და მდინარეები მიწის ქვეშ მოაქციეს. მეტროს ინჟინერმა მაჩვენა, რომ გრუნტის გარდა გვირაბები ამ მიწისქვეშა მდინარეებსაც იკავებენ. ყოველდღიურად 1000-მდე ტუმბო ამ მდინარის წყალს ცლის. წარმოიდგინეთ ეს ტუმბოები, რომ წყობრიდან გამოვიდეს, რა მოხდება გვირაბებში. როგორც უკვე გითხარით, ადამიანები არ იარსებებენ და შესაბამისად იდეაში არც ერთ ჩვენგან საფრთხე არ შეექმნება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. მეტროს გვირაბების ნგრევა გამოიწვევს ქალაქში შენობების ნგრევას და შესაბამისად ლანდშაფტის შეცვლას. თბილისის მეტროც არ იქნება გამონაკლისი. ჩვენთან ყველაზე ღრმა რუსთაველი სადგურია, რომელიც 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კილოვატ დენს ხარჯავს. გვირაბებიდან ყოველდღიურად 25,000 ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება. მიწისქვეშა წყლები დიდ საფრთხეს უქმნის მეტროს და მასთან ბრძოლა ყოველ ღამე პირველიდან 5 საათამდე მიმდინარეობს.
რომ არა მეტროპოლიტენის თანამშრომლები წყალი გვირაბებს ჩამოანგრევდა, რაც იმას გამოიწვევდა, რომ მათ თავზე არსებული შენობებიც დაინგრეოდა. ჯაჭვური რეაქცია კი ქალაქს ფაქტობრივად მიწასთან გაასწორებდა. ცხოველები ფერმებში, ზოოპარკებსა და სახლებში საკვების გარეშე დარჩებიან. ისინი კი, ვინც გარეთ გამოსვლას მოახერხებს, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან, რადგან ტყეებიდან ჩამოსული გარეული ცხოველები მათზე ნადირობას დაიწყებენ და ამ დაპირისპირებაში მოშინაურებულ თუ ფერმაში მცხოვრებ ცხოველებს არანაირი შანსი არ ექნებათ. დაახლოებით ერთ თვეში ქალაქი თავიდან ბოლომდე დაბინძურდება, რადგან როგორც უკვე ვთქვი, საკანალიზაციო სისტემა გამოვა მწყობრიდან. მაგრამ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არის, რომელიც დედამიწაში ექმნება მას შემდეგ, რაც ადამიანები ერთიანად გაქრნენ. პირველი თვეები, აფეთქებები, ხანძრები და წყალდიდობები. დედამიწაზე 440-მდე ატომური ელექტროსადგურია, რომლებსაც ყოველდღიურად ჭირდებათ ადამიანების ჩართულობა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. რამდენიმე კვირაში თითოეული მათგანი ავარიულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა ადამიანის გარეშე გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვა და ელექტროსადგურის აფეთქება გარდაუვალი იქნება. ჩერნობილის ისტორიამ გვასწავლა ის, რომ რადიაციული ნივთიერებების გავრცელება ჰაერის დახმარებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთდროულად 400-ზე მეტი ატომური სადგური აფეთქდეს. ან არა აქვს მნიშვნელობა ერთდროულად აფეთქდებიან თუ ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ერთმანეთის მიყოლებით. ადრე თუ გვიან თითოეულ მათგანს ნგრევა და შესაბამისად აფეთქება არ აცდება. რადიაციული მტვერი ქარის დახმარებით მთელს პლანეტაზე გავრცელდება, რაც ეკოსისტემას საკმაოდ სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. ამის გამო ცხოველთა დიდი ნაწილი გადაშენდება, ფლორა და ფაუნა კი განადგურდება. თუმცა რამდენიმე წელიწადში ბუნება შეძლებს ნელ-ნელა აღდგენას ზუსტად ისე, როგორც ეს ჩერნობილში მოხდა. სუფთა წყლისა და საკანალიზაციო მილების პრობლემის გამო ადამიანების გაქრობიდან რამდენიმე თვეში ისეთ ქალაქებში, რომლებიც წყლის პირას არიან, მაგალითად ვაშინგტონი, როტერდამი, ვენეცია და სხვები, დაიწყება წყალდიდობები. მეხის დაცემის გამო გაჩენილი ხანძრების გაჩერებას კი ვერავინ შეძლებს. ცეცხლი ადამიანების მიერ აშენებული სახლების უმეტესობას გაანადგურებს, რადგან გასათვალისწინებელია, რომ შენობების უდიდესი წილი მოდის სოფლებზე და არა ქალაქებზე. აქ კი მათ ძირითადად ხისგან აშენებენ. 10 წლეულები ადამიანების გარეშე, სახლების, გზებისა და დამბების ნგრევა. როგორც უკვე მიხვდით, ამ ვიდეოში საკმაოდ ხშირად ვისაუბრებ ჩერნობილთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქ პრეპიატში აფეთქდა ატომური ელექტროსადგური და ადამიანებმა, ანუ მოსახლეობამ მიატოვეს ქალაქი. და ეს არის ნათელი ნიმუში, ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა იმართება შენობებს, მაშინ როდესაც ადამიანები ქრებიან. შეიძლება ითქვას, რომ ბუნება ქალაქების დაპყრობას დაიწყებს. გზებს ხავსი მოიცავს. შენობების უმეტესობა კი დიდი ალბათობით მალევე ჩამოინგრევა, რადგან ხეების გაუკონტროლირებელი ზრდა მათ ფუნდამენტში ფესვების შემოხვევას და შესაბამისად მათ დასუსტებას დაიწყებს. ქუჩებში იმ ადამიანების გაქრობის შემდეგ, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე, დიდი ალბათობით მალევე გაიზრდებიან ხეები, რადგან ყოველ გაზაფხულს უმეტესობა მათგანი თესლს გამოყოფს. ქარს კი ისინი ერთი ადგილიდან მეორეში გადააქვს. მათი ზრდა ასფალტს დააზიანებს. შედეგად კი ქალაქების უმეტესობა წლებთან ერთად ტყედ გადაიქცევა. თანამედროვე შენობების უმეტესობა დაახლოებით 100 წლიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. ხიდები პლუს-მინუს 100 წელიწადზე, აი ჰესები კი 200-დან 250 წლამდე. მაგრამ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის გასათვალისწინებელი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შესაბამისად უვლიან. როგორც უკვე ვთქვი, იმის გამო რომ შენობების ფუნდამენტს ხის ფესვები დააზიანებენ, უმეტეს მათგანს ნგრევა ემუქრება. პირველ რიგში დიდი ალბათობით შუშისა და მეტალის კონსტრუქციით აშენებული ცათამბჯენები დაზიანდება, რადგან შუშა მალე გატყდება, აი მეტალი კი მალევე დაჟანგდება. ყველაზე გამძლე კი მსგავს სიტუაციაში ქვის ნაგებობები აღმოჩნდებიან. სწორედ ამის მაგალითია ეგვიპტური პირამიდები, ან საქართველოში არსებული მრავალსაუკუნოვანი ხიდები თუ მონასტრები. ჰესები დროსთან ერთად დაზიანდებიან, რაც კატასტროფულ დატბორვას და პლანეტის ლანდშაფტის ცვლილებას გამოიწვევს. ქალაქები ტყეებად გადაიქცევიან და ნელ-ნელა ველური ცხოველებით აივსებიან. 30 წელი. აღდგენილი ფლორა და ფაუნა. სატელიტები, რომლებიც ორბიტაზე გვაქვს გაშვებული, დიდი ალბათობით პლანეტისკენ დაიძრებიან. ზოგიერთი მათგანი ატმოსფეროშივე დაიწვება. ზოგიც კი კატასტროფულ ნგრევებს გამოიწვევს დედამიწის ზედაპირთან შეჯახებისას. პლასტმასი და რეზინა, რომელიც დატბორილი ქალაქებიდან ოკეანეებში და ზღვებში აღმოჩნდნენ, გიგანტურ მცურავ კუნძულებს წარმოქმნიან.
დაახლოებით ისეც, როგორიც წყნარი ოკეანის ნაგვის ლაქაა. ამას გარდა ადამიანების გაქრობა ნავთობის გამანადგურებელი რაოდენობით დაღვრასაც გამოიწვევს. ეს გარდაუვალი იქნება, რადგან დიდი ტანკერები ადამიანის ყურადღების გარეშე ფსკერზე წავლენ. მაგრამ თუ ამ ყველაფრის ფონზე თქვენ იმას ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი რამ, რასაც ადამიანები დატოვებენ კვალად, იქნება ნაგავი პლასტმასი, ნავთობი, ქიმიური დაბინძურება და მსგავსი რაღაცეები, ცდებით. კი, პლასტმასის ძალიან თხელ ფენას, თუ კი უახლოეს მომავალშივე ისევ აღდგება ცივილიზაცია და არქეოლოგიას, როგორც მეცნიერების დარგს ისევ შექმნიან, აღმოაჩენენ, მაგრამ არა რამდენიმე 1000 წლის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ბაქტერიები და მიკრობები დროსთან ერთად ევოლუციას განიცდიან და პლასტმას ისევე როგორც ქიმიურ ნარჩენებს ანადგურებენ. ბაქტერიები ევოლუციას განიცდიან საიმისოდ, რომ ადამიანების მიერ დატოვებული პლასტმასის და რეზინაც გადაამუშავონ. დროსთან ერთად ქიმიური დაბინძურებისგან აღარაფერი დარჩება. მეცნიერების პროგნოზებით, ნიტრატებისა და ფოსფატებისგან გაწმენდისთვის ბუნებას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. რამდენიმე ასწლეული ადამიანის კვალი ქრება. დაახლოებით 120 წელიწადში მცენარეები ანთროპოგენულ ნახშირბადის კვალს გააქრობენ. თუმცა იმისთვის, რომ მათ იმ ნახშირორჟანგის კვალი გააქრონ, რომელიც ორგანული საწვავის წვისას გამოიყოფა, მეცნიერთა აზრით 1000 წლეულები იქნება საჭირო. ისეთი ცნობილი შენობები, როგორც ეიფელის კოშკი, სატელევიზიო ანძა, თავისუფლების ქანდაკებაა დაახლოებით 150 წელიწადში ჩამოინგრევა. კიდევ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ ადამიანების კვალი ალაგ-ალაგ იქნება შემორჩენილი. ისიც მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ხშირად უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ნივთებს ვიყენებთ. გაკაფული ტყეები ამ პერიოდისთვის უკვე აღდგენილი იქნება. ცხოველები კი იმ ადგილასაც კი დაბრუნდებიან, სადაც ოდესღაც ატომურ იარაღს ცდიდნენ. საბოლოოდ მეცნიერები იმას ფიქრობენ, რომ დაახლოებით 10,000 წელიწადში ადამიანების კვალი თავიდან ბოლომდე გაქრება და ერთადერთი რამ, რაც ჩვენს არსებობას დაადასტურებს, იქნება რადიოაქტიური ნარჩენები. მაგრამ აქვე ისინი იმასაც ფიქრობენ, რომ ფლორისა და ფაუნისთვის ადამიანების გაქრობა თავიდან პრობლემა იქნება, მაგრამ დროსთან ერთად ეს ყველაფერი ბუნებისთვის მომგებიანიც კი გახდება. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების, ფანტასტიკის ჟანრის მწერლებისა და მეცნიერების მოსაზრებები სულაც არ მინდა რომ ასრულდეს, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ მოუვაროთ ბუნებას. არ დააბინძუროთ იგი და თუ კი სადმე დაბინძურების კვალს შეამჩნევთ, თავად მიხედოთ პრობლემას. მაგრამ მოდით ახლა ამ ვიდეოს ცოტა სხვა მიმართულება მივცეთ და წარმოვიდგინოთ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა და ეს ადამიანი ხართ თქვენ. ერთი არაფრით გამორჩეული დილა მიღვიძებთ, იმზადებთ საუზმეს, გადიხართ გარეთ და ამჩნევთ, რომ რაღაც შეცვლილია. ქუჩა დაცარიელებულია, ავტომობილები არ მოძრაობენ, არავინ მიიჩქარის სამსახურში. ირგვლივ კი მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და აქა-იქ ძაღლის ყეფა ისმის. თავდაპირველად ალბათ იფიქრებთ, რომ უბრალოდ უცნაური დამთხვევაა და ქუჩაში მარტო ხართ, მაგრამ 10, 15 თუ 20 წუთის შემდეგ ალბათ ეს უცნაური სიმარტოვის შეგრძნება ცოტათი შეგაწუხებთ. როცა შეამჩნევთ, რომ 24 საათიანი მაღაზიები არ არის დაკეტილი, მაგრამ მათში მომსახურე პერსონალი არ არის, გარდა ამისა დააკვირდებით იმასაც, რომ ბენზინ-გასამართ სადგურებშიც არ არიან ჩამსხმელი ოპერატორები, სადღაც ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ, მარტო ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა გონება არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მსგავსი რამ დაიჯეროთ. მაგრამ მოდით დღევანდელ ვიდეოს ასე სჭირდება, სცენარის მიხედვით, თქვენ პლანეტაზე უკანასკნელი ადამიანი ხართ. რა მოხდება თუ დედამიწაზე მხოლოდ შენ დარჩები? მოდით წარმოვიდგინოთ, რომ პირველი შეგრძნება, რომელიც დაგეუფლათ, იყო არა პანიკაში ჩავარდნა, არამედ რაღაც პატარა სიხარული. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ახლა სრულიად მარტო ხართ და შეგიძლიათ ნებისმიერი ავტომობილი ატაროთ, რომელიც ღია დაგხვდებათ, ან თუ ღია არ დაგხვდებათ, რა ვიცი, რაღაცნაირად დაგქოქოთ, ან შეხვიდეთ მაღაზიებში ისე, რომ ფული არ გადაიხადოთ და ჭამოთ ის, რაც თქვენს გულს გაუხარდება, ჩაიცვათ ის, რაც თქვენს გულს გაუხარდება, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ალბათ რაღაც წამიერი. იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი თქვენ სამყაროში მარტო ხართ, ახლა ერთადერთი რამ, რაც თქვენ დაგრჩენიათ, არის ის, რომ უნდა გადარჩეთ. ერთი შეხედვით, თუ კი ყველა მაღაზია ღია დაგხვდებათ, ლოგიკურია, რომ საკვების პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგრამ პროდუქტებს ვარგისიანობის ვადა აქვს და უმეტესობა მათგანი დაახლოებით 1 თვეში გაფუჭდება. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის სცენარი, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ელექტროენერგიის მოწოდება იმ ელექტროსადგურებიდან, რომლებსაც მომსახურე პერსონალი აღარ ჰყავს,
შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, ის ყველაფერი, რაც მაცივარში ინახება, მალევე გაფუჭდება. ასე რომ იმის შემდეგ, რაც დაკონსერვებული საკვების გამოყენებაც უკვე საშიში გახდა, თქვენ მოგიწევთ გამოყვება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ მოყვანილი ბოსტნეულით ან ნანადირევით. ისიც მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ კარგად იცით ნადირობა ან თევზაობა. მაგრამ რა ჯანდაბა უნდა ვიყოთ სასმელ წყალს. როგორც მანამდე ვთქვი, ადრე თუ გვიან წყლის ტუმბოები მწყობრიდან გამოვლენ. საკანალიზაციო სისტემა უფუნქციო გახდება. სტანდარტულად ბოთლში შენახულ წყალს კი 2 წლიანი შენახვის ვადა აქვს. და რა უნდა ვქნათ მსგავს სიტუაციაში? წვიმის წყლის ან დაბინძურებული წყლის სასმელ წყლად გადაქცევა რამდენმა თქვენგან მაიცის? ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ რამე YouTube-ზე დასერჩავთ და შესაბამის ტუტორიალებს უყურებთ, მაგრამ შეგახსენებთ, ელექტროენერგია აღარ არის და შესაბამისად ინტერნეტიც გათიშულია. მსგავს სიტუაციაში მოგიწევთ ბიბლიოთეკაში წასვლა. ხო, ვიცი რომ დამღლელი იქნება, მაგრამ სხვა გზა არა. მოგიწევთ ბიბლიოთეკაში წასვლა და დამწყები სურვაივალისტის წიგნის წაკითხვა. დამწყები გადარჩენილის, გადამრჩენელის. მოკლედ, შესაბამისი ქართული სიტყვა ვერ მოვიფიქრე, ასე რომ კომენტარებში გამოუშვით. მოდი, თეორიაში წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ წყალიც გაფილტრეთ, მოინადირეთ კიდეც, ითევზავეთ, ხორბალიც მოიყვანეთ, კარტოფილით, სიმინდით და რავი, აბსოლუტურად ყველაფერი, კიტრიც, პამიდორიც და ყველაფერი რა. ხო აცნობიერებთ, რომ დროსთან ერთად სხვა ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებსაც შეეჩეხებით. ბენზინი ახლა გათბობისა და ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. როგორც უკვე ვთქვი, სამყაროში მარტო ხარ. შესაბამისად შეგიძლია რომ გენერატორს დაეპატრონო. ბენზინგასამართი სადგურიდან კი საჭირო რაოდენობის რესურსიც აიღო. მაგრამ რამდენმა თქვენგანმა იცის გენერატორის გამოყენება? აქ შემდეგი პრობლემა იწყება. ისევ ბიბლიოთეკაში წასვლა და ახლა უკვე დამწყები ელექტრიკოსებისთვის განკუთვნილი წიგნის წაკითხვა მოგიწევთ. სხვათა შორის ბევრმა არ იცის რომ ბენზინს აქვს მოხმარების ვადა და ეს ვადა განისაზღვრება 5 წლით. იცით რატომ? იმიტომ რომ მას ნელ-ნელა და დროსთან ერთად აკლდება ოქტანობა. ოქტანობა რა არის მაგის ახსნას არ დავიწყებ, მაგრამ გეტყვით იმას თუ რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ის რომ a შეიძლება გენერატორი დაზიანდეს, ან b შეიძლება გენერატორი ვეღარ აამუშავოთ. ასე რომ დროსთან ერთად მოგიწევთ რომ შეშით გათქვეთ. შესაბამისად დაგჭირდებათ ნაჯახიც, ინსტრუმენტებიც, შრომაც და მოკლედ ძალიან ბევრი რამ. და ხო, ერთი რაღაცის თქმას დამავიწყდა, უმჯობესი იქნება თუ კი ქალაქებს მოშორდებით. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მეტროპოლიტენში დიდი ალბათობით საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიქმნა, წყალმა მეტროს სადგურები დატბორა, ამან გამოიწვია გვირაბების ნგრევა, გვირაბების ნგრევამ კი თავის მხრივ შენობების ნგრევა. და კიდევ ერთი საკითხი, ესეც აუცილებლად სათქმელია. თბილისის შემთხვევაში კოჯორიდან დიდი ალბათობით ჩამოვლენ მელიები და ტურები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ავრცელებენ, მათ შორის ცობს. ასე რომ, ხო, ქალაქს ჯობია რომ მოშორდეთ. შეშით გათბობა ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საქართველოში ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა საშუალო ტემპერატურა გვაქვს. გაითვალისწინეთ, რომ წლიური ტემპერატურა ყველაზე მაღალი სოხუმშია, ხოლო დაბალი კავკასიონის თხემზე. ისე თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში ყველა გაქვს რა, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც, არ იქნება ურიგო თუ კი სოხუმში გადახვალთ, იმიტომ რომ ახლა უკვე ამას უპრობლემოდ შეძლებთ და თან პლუს ამასთან ერთად აქ შეძლებთ თევზაობასაც და სხვადასხვა ხილით გამოყვებასაც. ხო, მოკლედ ყველას გაქრობას რაღაც პლუსებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება, მე არ გირჩევდით სპორტულებს, არც სედანებს და არც კუპეებს, რა თქმა უნდა. ყველაზე ოპტიმალური მსგავს სიტუაციაში ან ტრაილერი, ან როგორც მინიმუმ სატვირთო ავტომობილია. სატვირთო ავტომობილის დახმარებით თქვენ შეძლებთ იარაღის, შეშის, საკვების, წყლისა თუ სხვა საცხოვრებლად საჭირო რესურსების შენახვას და ტრანსპორტირებას. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ და არა აქ რაიმე სახის შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ. ეს არისტოტელეს სიტყვები არის, რომლებიც მან პოლიტიკაში ახსენა. აქ ის გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ სოციუმის, ანუ ურთიერთობების გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება. ანუ უბრალოდ გაგვიჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ დაგვეწყება ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვი, ასეთ სიტუაციაში აღმოჩენისას ალბათ პირველი რეაქცია პანიკა იქნება, შემდეგ კი საკუთარი თავის დასამშვიდებლად გართობა მეთქი, დროსთან ერთად უდიდესი ალბათობით ფსიქოლოგიური პრობლემები დაგეწყებათ. მარტოობა სტრესის მაპროვოცირებელია. იგი ბევრი ფსიქიკური დაავადების გამომწვევი მიზეზია.
რომელთა შორისაც არის დეპრესია, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და სხვები. ამას ისიც უნდა დაუმატოთ, რომ ირგვლივ ყველაფერი იცვლება. სცენარის მიხედვით, ქალაქი ნელ-ნელა ინგრევა. ყოველდღიურად კი გადარჩენა რთულდება. მართალია თქვენ შეგიძლიათ მოიშინაუროთ რომელიმე ცხოველი, მაგრამ ის ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანთან ურთიერთობას. შედეგად კი დიდი ალბათობით გაგიჟდებით. ყოველი დღე სტრესული იქნება. განვითარების мотиваცია გაქრება და ერთადერთი რამ, რაც სიცოცხლის გაგრძელების სურვილს მოგცემთ, იქნება ის, რომ სადღაც სამყაროს რომელიღაც წერტილში შესაძლებელია არსებობდეს ვინმე, ვინ ჩვენსავით არის და ელოდება თუ როდის აღმოაჩენა. კარგი, მოდი, ეხლა ნამდვილად არ მინდა რომ ამ ვიდეომ დააგსტრესოთ და რაღაცნაირად ამ ყველაფერზე სერიოზულად დაგაფიქროთ. ამიტომ მოდი დადებით მხარეებზეც ვისაუბრებ. პირველი, საცობები. თქვენ აღარ შეგაწუხებთ საცობები. მეორე, ყველგან იპოვით საპარკინგი ადგილს. მესამე, მაღაზიაში რიგში დგომა აღარ მოგიწევთ. მეოთხე, მეზობლები აღარ შეგაწუხებენ, თუ ხმაურიანი მეზობლები ყავთ. აი მე მაგალითად ხმაურიანი მეზობელი ვარ და აი ეს რაღაცა, შავი რაღაცა, აი ეს. ხედავთ, აი ეს შავი რაღაც არის, ხმის დამხშობი. არასდროს არავის არ მოუკაკუნებია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაინც ჩემს მეზობლებს ხანდახან ვაწუხებ ხოლმე. და ამ ყველაფრის გარდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრე, უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია. გასაგებია, რომ რაღაც გარკვეული მეცნიერული ფაქტებით მტკიცდება ის თუ რა მოხდება, მაგრამ რავი, რატომღაც იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. ხო, სხვათა შორის არსებობს ერთი წიგნიც, რომელსაც ქვია წიგნი უნივერსალური გადარჩენის ინსტრუქცია, რომელიც eBay-ზე დაახლოებით $100 ღირს. ხო, ჯერჯერობით არ წამიკითხავს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ერთ დღეს ეგ წიგნი ვიყიდო და მოკლედ განვიხილო ის თუ რა როგორ შეიძლება გაკეთდეს. კარგი, დიდხანს აღარ მოგაწყენთ, დაგემშვიდობებით დროებით.